იდუმალის ხივი ცნობილი ქართველი მხატვრის უნიკალური ნამუშევრების სახვითი ხელოვნების მუზეუმში გამოიფინება. ირაკლი ფარჯიანის ნამუშევრების გამოფენა მანამდეც მუზეუმში არაერთხელ დაიგეგმა. მხატვრის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი ეკავა რელიგიურ თემატიკას. ექსპოზიცია, რომელიც ხარების დღესასწაულზე გაიხსნება, ქართული სახვითი ხელოვნების გამორჩეული წარმომადგენლის ფერწერულ და გრაფიკულ ნამუშევრებს, ასევე კერძო კოლექციებიდან იშვიათ ნახატებს და ხისგან კვეთილ ქმნილებებს აერთიანებს. გამოფენა, რომლის ფარგლებშიც დამთვალიერებელი ირაკლი ფარჯიანის მრავალშრიან შემოქმედებას იხილავს, პანდემიის პერიოდში მხატვრის შესახებ ჩატარებული კვლევის კონცეპტუალური გაგრძელებაა. პროექტი, რომლის ფარგლებშიც 2020 წელს ირაკლი ფარჯიანის პორტრეტების ვირტუალური გამოფენა მოეწყო, ნინი ახვლედიანს ეკუთვნის და ის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა. თანამედროვეობა საოცარი სისწრაფით იცვლება და კარგი მხატვარი არის ის, ვინც ამ თანამედროვეობის სვლის კარგი მედიუმით ხდება. ექსპოზიცია, რომელიც ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში იქნება წარმოდგენილი, მკაფიოდ წარმოაჩენს ირაკლი ფარჯიანის აქტუალობას ჩვენს თანამედროვეობაში. გამოფენა იდუმალის ხივი ქართულ სახვით ხელოვნებაში გარდამტეხი ფიგურის მრავალშრიან შემოქმედებას კიდევ ერთხელ დაანახებს დამთვალიერებელს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია არტისტის როგორც ხისგან კვეთილი ქანდაკებები, ასევე გრაფიკული და ფერწერული ნამუშევრები. ირაკლი ფარჯიანს ქართულ სახვით ხელოვნებაში გარდამტეხი როლი აქვს. ის იყო ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა. მას ცალკე დარბაზი ეთმობა მუზეუმის პერმანენტულ კოლექციაში და მნიშვნელოვანი ადგილი აქვს. თუმცა ეს დროებითი გამოფენა იდუმალის ხივი, რომლის კურატორიც არის კოტე ბოლქვაძე, ნამდვილად არ უნდა გამოტოვოთ. ის არის განსხვავებული საკურატორო ხედვის. გამოფენაზე წარმოდგენილია იშვიათი ნამუშევრები მხატვრის ოჯახის მემკვიდრეობიდან, ასევე დიდი ნაწილი ეკუთვნის ირაკლის მეგობარს და კოლექციონერს არჩილ დარჩიას. სელექცია ქრონოლოგიური პრინციპით ააგებს თხრობას, რაც გულისხმობს 1970-იანი წლების ბოლოდან მხატვრის გარდაცვალებამდე განვლილ გზას. ამ გამოფენაზე თავს იხრის განსხვავებული კულტურული კოდებისა და სტილების ნამუშევრები, გერმანული ექსპრესიონიზმი, ნეოექსპრესიონიზმი, ნეოფიგურატივიზმი, ქართული ხაწერის ელემენტები, კედლის ხატრობა, მინიატურა. იგი იყო ერთგვარი კულტურული ხიდი ქართulis და ევროპულის, ამ ორი გაგების და მასთან ძალიან ჰარმონიულად სინთეზირდებოდა ეს ყველაფერი. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია ფარჯიანის მხატვრულ აზროვნებაში, მსოფლმხედველობაში ანთროპოსოფიული აზროვნება, სადაც ადამიანის მიერ სამყაროს შემეცნება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა და ამ შემეცნების და ამ აზროვნების ერთ-ერთი იდუმალის ხივი არის მისი ფერწერაც და ეს გამოფენაც. ირაკლი ფარჯიანი, რომლის შემოქმედებასაც რელიგიური თემები სულ მიჰყვებოდა, ამბობდა, რომ ეს მისთვის მედიტაციასავით იყო. გონია, რომ ამოვწურებ თქვათ ხარების თემა, მაგრამ რაც უფრო მეტ ვარიაციას ვხატავ, მით მეტი ახალი იდეა ჩნდება და ეს უკვე დაუსრულებელ ამოუწურავ თემად იქცა ჩემს შემოქმედებაში. განსაკუთრებით ხარების ხატვა უყვარდა. რთულიც კი არის დაითვალო, რამდენი ტილო აქვს დახატული ხარების თემაზე. უმეტესობა საზღვარგარეთის კერძო კოლექციებშია დაცული. ექსპოზიციაზე პირველად იქნება წარმოდგენილი მუზეუმის ფონდში დაცული ირაკლი ფარჯიანის ხარება. დიდი ხნის ოცნება აგვისრულდა, ძალიან ბევრი წლის შემდეგ პირველად გამოდის საგანგებოდ ამ გამოფენისთვის საცავიდან მნიშვნელოვანი 5 ნამუშევარი. ერთ-ერთი არის ეს უნიკალური ხარება, რომელიც მასშტაბური ზომის არის, ასევე 2 ჯვარცმა, რომლებიც ასევე განსაკუთრებულია და კიდევ 2 ნამუშევარი, რომლებსაც ექსპოზიციაზე ნახავს დამთვალიერებელი. ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში ირაკლი ფარჯიანის გამოფენა იდუმალის ხივი 7 აპრილს ხარების დღესასწაულზე გაიხსნება და მაისის ბოლომდე გაგრძელდება.